რას ნიშნავს ასკეტიზმი? სიმკაცრეს, კაცრ ცხოვრებას, ყველაფერზე უარის თქმას, თუ სხვა შინაარსი გააჩნია. ფუძე ამ სიტყვის არის ასკეო, ბერძნული სიტყვა. ასკეო და ასკეო ნიშნავს ასეთ რამეს. რაღაცა უხეში მასალის, პირდაპირ თარგმანი ეს იქნება, უხეში მასალის გადამუშავება, მაგრამ უფრო ზოგადად მიღებული არის წვთნა ვარჯიში. ვარჯიშს ნიშნავს ასკეო. შესაბამისად, პირველად ასკეტებად იწოდებოდნენ, იცით ვინ? ათლეტები. ის ადამიანები, ვინც ოლიმპიადაზე გამოდიოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვარჯიშობდნენ. და დღესაც ასე არის, ხო? ვისაც წარმატება უნდა სპორტსმენს, მან უნდა ივარჯიშოს. სხვანაირად ის თუ ფიზიკურად არ ვარჯიშობს, წარმატებას ვერანაირად ვერ მიაღწევს შეჯიბრებას. და აი ეს ტერმინი შემდგომ ფილოსოფოსებმაც გაითავისეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ცოტა სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს და საბოლოო ჯამში შემოვიდა ეს ტერმინი ქრისტიანობაში და დამკვიდრდა. და დამკვიდრდა იმ გაგებით, რომ ასკეტი არის ის ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს, სულიერად ვარჯიშობს და საკუთარ თავს წვთნის. ახლა ვარჯიში ზოგადად მარტივი საქმე არ არის. ბევრი თქვენთაგან სპორტთან გექნებოდათ შეხება. და ამ დღესაც გაქვთ და ვარჯიში ყოველთვის თავის იძულებასთან არის დაკავშირებული. სიხალისესთან ნაკლებად არის დაკავშირებული. აი მაგალითად სპორტსმენი თუ ასე ვთქვათ გუნდური შეჯიბრებაში არის ხო წარმოდგენილი. მას ყოველთვის ურჩევნია რომ ითამაშოს, ბურთთან კონდეს შეხება, ვიდრე რაღაცა ათლეტური ვარჯიშები ჩაატაროს. ანუ საკუთარი თავის იძულება ვარჯიში. ეს არის ასკეტის განმარტება. და სწორედ ამგვარადვე ქრისტიანობაშიც ასკეტად იწოდება ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე ვარჯიშობს. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, გვენახეთ რა ხდება, რომ ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს ასკეტი. განა რომელი ქრისტიანი არ უნდა ვარჯიშობდეს საკუთარ თავზე. ქრისტე პირდაპირ გვეუბნება, რომ სასუფეველი ცათა იიძულების, ვინც აიძულებს საკუთარ თავს, მან მიიტაცოს იგი, ხო? ესე იგი, ქრისტიანობის მთავარი, ასე ვთქვათ, დევიზი არის ის, რომ თუ გინდა რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო, თუ გინდა რომ მიემსგავსო ღმერთს, თუ გინდა რომ იყო ღირსეული ქრისტიანი, მაშინ შენ საკუთარი თავი უნდა აიძულო, უნდა იბრძოლო, უნდა იყო საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში. და აქედან გამომდინარე, ვინც არ არის ასკეტი, ის არ არის ქრისტიანი. არ არის ქრისტიანი. ქრისტიანი არის მარტო ნათლობით, თორე ცხოვრების წესით არ არის ის ქრისტიანი. გესმით? ასე რომ იმის თქმა, რომ ესა თუ ის პიროვნება არის ასკეტი, არ არის გამართლებული. როგორ არის იცით, შემდგომ პერიოდში ისე მოხდა, რომ უმეტესწილად ასკეტად იწოდებოდნენ, თქვათ, უდაბნოში გასული ადამიანები, ეს განმარტოებაში მაცხოვრებელი ადამიანები და გარკვეულწილად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ ასკეტის სიტყვის მიღმა გულისხმობთ ძალიან მკაცრად მაცხოვრებელ ადამიანს, მაგრამ ასე ვთქვათ ჩვენ და ასე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის არის მკაცრი მარხველები, ანუ ისინი არიან მკაცრი ასკეტები. თორე ასკეტი რეალურად ყოველი ჩვენთაგანი არის. და აი ამასთან დაკავშირებით შემიძლია წაგიკითხოთ წმინდა მამების სწავლება. აი ნახეთ რას ამბობს მაგალითად წმინდა მაკარი დიდი. კარგით, შემდგომში წავიკითხავ ამ საკითხს. ანუ პატარა დასკვნასავით რომ გავაკეთოთ, ასკეტი უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანი.
ჩვენ თუ ასკეტურად არ ცხოვრობთ, ჩვენ არა ვართ ქრისტიანები. მაგრამ ახლა მოდით კიდევ ერთი შეკითხვა დავსვათ. მიზანი რა არის ჩვენი? ის რომ ასკეტურად ვიცხოვროთ? თუ ასკეტიზმი მეხმარება მიზნის მიღწევაში? აი ესეც უნდა გავმიჯნოთ ჩვენ ერთმანეთისგან. თუ კი ჩემი მიზანი არის ასკეტიზმი, ასკეტური ცხოვრება, მაშინ იცით რა იქნება? შედეგს რას მივიღებთ, რომ მართლაც და მე შევეცდები, რომ რაც უფრო მკაცრად შევასრულებ და ზედმიწევნით ამ წესებს, მე მეგონება, რომ უფრო მეტად წარმატებული ვიქნები, ხო თავისთავად. სპორტსმენი ასე არის პრინციპში, ვინც უფრო მეტად ვარჯიშობს, ის უფრო ძლიერიც არის ხო ფიზიკურად, მაგრამ იქაც ზღვარი არსებობს, ხო? თუ არ დაიცვა, მაშინ გადაიღლება გუნდი და სავალალო შედეგს მივიღებთ. და აი აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირს ხოლმე ერთი პრობლემა, რომ ადამიანი უკვე ასკეტიზმს იქცევს ცხოვრების წესად. ასკეტიზმს იქცევს ცხოვრების წესად. დავიწყდება მიზანი. და სამწუხაროდ ეს პრობლემა ყოველთვის იყო. იმიტომ მაგერ მაქვს მიდამავების სიტყვები და იმიტომ საუბრობენ ისინი, რომ მსგავსი სახის პრობლემებს ყოველთვის ხვდებოდით ჩვენ და შესაბამისად დღესაც არის ასეთი პრობლემა. და საოცრება ის არის, რომ მარტო მონასტერში კი არ ხვდებით მსგავსი სახის პრობლემებს. ჩვენს რეალობაშიც, აი ჩვენს მრევლშიც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი ისე ასკეტურად ცხოვრობს, მკაცრად ასე თქვა, მკაცრი ასკეტული წესით, რომ აშკარად ამეტებს ის ადამიანი. აშკარად ამეტებს და შედეგი იქნება სავალალო. ძალიან სავალალო იქნება შედეგი და სამწუხაროდ ფაქტიურად ვინც იტვირთა ასეთი ღვაწლი დღევანდელობაში, ხო? ის ყოველთვის ცუდი შედეგით ამთავრებს. და როგორც აღნიშნეთ, ეს მარტო მონაზვნებისთვის დამახასიათებელი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა ერშიც შეინიშნება და ამას ჭირდება დროული ჩარევა. მაგრამ თუ დროულად არ ჩაერია, მოწყარი იქნება თუ სხვა გამოცდილი ადამიანი, ხო? მაშინ ამას ვერავინ ვეღარ უშველის. განწირული არის ეს ყველაფერი. განწირული არის სულიერი კატასტროფისთვის. რატომ? იმიტომ რომ ასკეტიზმი არ არის ჩვენი მიზანი. ეხლა როგორ ფიქრობთ, სპორტსმენის მიზანი ვარჯიში არის? სპორტსმენის მიზანი არის შედეგი, ხო? შეჯიბრებაზე მიღებული შედეგი, წარმატება, რომ მან მოახერხოს ის, რომ ვარჯიშის შედეგად ძლიერი იყოს და უშუალოდ შეჯიბრებაში ასახოს შედეგში. ხო და ჩვენ არეული გვაქვს. სპორტსმენს ეს არ გონია რომ შეეშალოს. იმიტომ რომ მან იცის მთელი კონცენტრაცია იქით აქვს მართული, რომ აქვს ტურნირი რაღაც, აქვს შეჯიბრი, ჩემპიონატი რაღაც და იმისთვის ემზადება. და ჩვენ რა გამოგვდის ხშირად? ანუ ვარჯიშზე ვაკეთებ აქცენტს. ესე იგი, მიზანი მეკარგება და ვცდილობ, რომ ფაქტიურად მიზნად ვაქციო მკაცრი ცხოვრება. ესე იგი, რაც უფრო მეტანიას გავაკეთებ, თუ მეტ ლოცვას წავიკითხავ, თუ უფრო მკაცრად ვიმარხულებ, გონია რომ შედეგიც სახეზე იქნება. ასია ნეტა? ასე არ არის. აი წმინდა ანტონი დიდი, რომელიც არის ფაქტიურად მონასტრული ცხოვრების დამაარსებელი. რას გვასწავლის ჩვენ? მასთან მივიდნენ გამოცდილი ბერები და ეკითხებიან, რომ რა არისო ყველაზე მთავარიო, აი რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სულიერი ცხოვრების დროს ყველაზე მეტად, რომ ის იყოს წარმატებული. რა არის წარმატების საწინდარი, რომელი სათნოება, რომელი ესე თქვა კეთილი ჩვევა, რა საშუალება. და ჯერ თქვენ თქვითო, ესე უთხრა წმინდა ანტონი დიდმა, თქვენ რას დაასახელებთ?
ყველამ თავისი თქვა, ისინი გამოცდილები იყვნენ. ზოგმა თქვა, რომ წარმატების საწინდარი იქნება ის, რომ ბევრი ლოცვა გიყვარდეს, ლოცველი. ზოგმა თქვა, რომ მარხველი იყო, ზოგმა მოთმინება თქვა, ზოგმა მორჩილება თქვა, ზოგმა კიდე სხვა რამ თქვა. არც ერთი არ არის სწორი. მე ეუბნება წმინდა ანტონიუსი. და საინტერესო პასუხს იძლევა. ყველაზე მთავარი სულიერ ცხოვრებაში არის ის, რომ თქვენ გქონდეთო სწორი განსჯის უნარი. წარმოიდგინეთ. მართლაც საოცარი პასუხი არის. სწორი განსჯის უნარი უნდა გქონდეს ჩვენ. ანუ რისი სწორი განსჯის უნარი? ჩემი შესაძლებლობების. გესმით? ანუ არის საშუალებები, ხო? რითაც მე უნდა გავვითარდე, გავიზარდე, მაგრამ ისევ სპორტსმენს დაუბრუნდეთ. ის ტვირთი, რასაც ის სიდავს და რითაც ვარჯიშობს, მან თუ ზომაზე მეტი აწია, ხო? საოცარ შედეგს მიიღებს, ხო? ფაქტიურად ის დაზიანდება ფიზიკურად. და აი ანალოგიური გჭირს ხოლმე ჩვენ. იმდენს მოვინდომეთ უცავედად, ისე მკაცრად დავიწყებთ ხოლმე ცხოვრებას, რომ გადის წლები და მე ვხედავთ იმ ადამიანს, არათუ მკაცრად ცხოვრობს, საერთოდ აღარც ლოცულობს და შეიძლება ეკლესიის წიაღშიც კი აღარ მიფებოდეს. და ამის ბევრი შემთხვევა გაგვაჩინია ჩვენ სამწუხაროდ, ალბათ თქვენც იცნობთ ასეთ ადამიანებს. რატომ დაემართ ამ ადამიანს ასეთი რაღაცა, ასეთ ადამიანს? იმიტომ რომ მან ვერ გათვალა თავისი შესაძლებლობა. ვერ გათვალა თავისი შესაძლებლობა. მოინდომა მეტი. იტვირთა მეტი. და შედეგიც სახესი. ანუ მას არ ქონდა განსჯის უნარი. ანუ მან არ იცოდა თავისი შესაძლებლობა. არ იცოდა სულიერი შესაძლებლობა. წაიკითხა წმინდა მამებში, რომ ჩვენ გვყავს წმინდა მამათა დიდი რაოდენობა, ხო? მაგრამ არ შეიძლება უცაბედად ყოველ მათგანს გავეცნოთ და იქ რასაც წავიკითხავთ, ის ყველაფერი აღვასრულოთ. ეს არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება. აქ უნდა მოხდეს, ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუნდაც ამ ლიტერატურის დანაწევრება, დახარისხება უნდა მოხდეს. და ადამიანს სულიერი შესაძლებლობის სიმწიფის შესაბამისად უნდა მივაწოდოთ. ის სახელმძღვანელო, რითაც მან უნდა იხელმძღვანელოს. და როდესაც მე ვკითხულობ, რომ ესა თუ ის წმინდანი მაგალითად დღეში ერთხელ იკვებებოდა ძალიან მცირედით, ძალიან ბევრს ლოცულობდა, ქვაზე იწვა თქვათ, ასე შემდგომ. მე ვარ გამოუცდელი და მეც იგივე მსურს. მე მგონია, რომ ასე თუ აღვასრულებ, მეც იმ წმინდანს მივემსგავსები. მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომა არის. ანუ მე უკვე ამერია შემეშალა. მე სწორი განსჯის უნარი ვერ გამოვამჟღავნე და მივენდე ჩემს აზროვნებას, ჩემს გამოცდილებას, თუმცა რა გამოცდილება აქვს, ხო? და აი ასე დავიღო. და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ გქონდეს სწორი განსჯის უნარი, მაგრამ რადგან როგორც წესი არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისად არ გვაქვს შესაბამისი განსჯის უნარი, ამიტომ არიან მოძღვრები. მოძღვრები, ხო? და წმინდა ანტონი დიდი ამას ამბობს, რომ უნდა გქონდეთ ეს განსჯის უნარი, მაგრამ რომ არა გვაქვსო, სანამ ადამიანი გამოცდილებას მიიღებს, მას უნდა უხელმძღვანელოს, მასზე მეტად გამოცდილი ამ საკითხში. გამოცდილი, ვისაც აქვს განსჯის უნარი, ვინც არ დაგაკისრებს იმაზე მეტ ტვირთს, რისი სიტუაც შენ არ შეგიძლია. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ მოვიკიდოთ დიდი ტვირთი და ის გადაავადგილოთ რაღაც მანძილზე, ხო? ნუ ეს ხო ძლიერ დამაზიანებს. არ ჯობია რომ ის ტვირთი გავანაწილო და ნელა ეტაპობრივად გადავზიდო, ხო? ეს იქნება შედეგი, იქნება აუცილებლად იმ ტვირთს ერთი ადგილიდან მეორეში გადავიტან და თან მეც არ დავზიანდები. ერთი რაც არის დროში გაიწელება ეს პროცესი. მაგრამ თუ დროში არ გაიწელება, თუ დროს შევზღუდავ, მაშინ მე დავმახინჯდები. და რომელი ჯობი? თავისთავად ჯობია რომ გამოვიჩინო გონიერი.
ასე რომ როგორც ხედავთ, სულიერი ცხოვრება და მასში წარმატება დამოკიდებულია ჩვენს გონიერებაზე, გამოცდილებაზე, სიბრძნეზე, მაგრამ თუ კი ეს ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი და ბუნებრივია ჯერჯერობით მაინც უნდა შეიკავოს ადამიანმა და ყოველთვის უნდა შეიკავოს ადამიანმა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, საკუთარ ნებაზე სიარულისაგან თავი და უნდა იპოვოს საკუთარ თავზე, ანუ ჩემზე გამოცდილი მოძღვარი უნდა ვიყო, რომელიც მე მასწავლის, რას მასწავლის? მასწავლის სიარულს, როგორ უნდა ავიღო ტვირთი, და ეს ტვირთი, როგორ უნდა გადავაადგინო ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. თან ისე რომ მე საფრთხე არ შემიქმნას. აი ეს არის აუცილებელი პირობა. ამის გარეშე აზრი ეკარგება სხვაც პირიქით, როგორც თქვით, ეს მოკლე დროში გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს. აი არის ძალიან გაუგუღმართებული შემთხვევები ვლინდება ჩვენს საზოგადოებაში. აი მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ერთმა ადამიანმა მომწერა მე ასეთი რამე, რომ ახლა თქვენ არ გაიგოთ, რომ ამას განკითხვით ვამბობ. მე უბრალოდ მაგალითს ვამბობ და არც ვიცი ვისევ საუბრობ. უბრალოდ გესაუბრებით, რომ ამ პიროვნებამ მომწერა ასეთი რამე, რომ დიდი მარხვა რახან არის მოძღვარს ასეთი რამ დაუვალებია მისთვის, რომ არა მარტო მისთვის, ზოგადად მრევლისთვის, რომ ესე იგი თქვენო არც თაფლი არ იხმიოთ, არც შაქარი ამ დიდ მარხვაში. და ეს პიროვნება გვეკითხება ჩვენ, რომ აი ასეთი მდგომარეობა არის და რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე, რომ ასე ვთქვათ, წყარიც არ განვანაწყენო და თან ეს პირობაც დავარღვიო, იმიტომ რომ არ შევიძლია. და არა მარტო მე არ შემიძლია, გარშემო ბევრ ადამიანს ეს არ შეუძლია. და რომ ვუთხარი მე, რომ ვურჩიე, რომ ვუთხარით მოძღვარს თუ არ შეგიძლია, მან ასეთი რამ თქვა, რომ ბრაზდება მოძღვარიო და გვეუბნებაო, რომ ეს ხდება წმენაში გამტკიცებისთვისო. ანუ წმენაში გამტკიცებას ემსახურება ასეთი პირობა, რომ არც თაფლი, არც შაქარი და კიდე რაღაცები იყო, ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენ ვიღებთ ხოლმე როგორც წესი მარხვაში. და ხრეწნელი არის ადამიანს უცბად ურჩიო, რომ მოძღვარი შეიცვალე. ძალიან რთულია ეს ადამიანისთვისაც ძალიან რთულია. მაგრამ მაინც გარკვეულწილად ეს ვარიანტიც უბრალოდ მოусინჯე, ნუ რა გაწყობილება ექნებოდა ამ საკითხზე და მითხრა, რომც მოვინდომო ვერ გავაკეთებო, იმიტომ რომ ნუ რეგიონში ყოფილა ერთ-ერთ სოფელში და აქ სხვა მოძღვარი არ არის. აი ახლა წარმოიდგინეთ, ესეთი მიდგომა რა შედეგს გამოიღებს ადამიანზე, ხო? აი რა კავშირი აქვს ასეთ თავშეკავებას წმენის გაძლიერებასთან? რა კავშირი აქვს? მე პირადად ვერანაირ კავშირს ვერ პოულობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რა თქმა უნდა არ არის განკითხვის მიზნით ნათქვამი და მართლაც არც ვუწყი მე სად არის ეს მოძღვარი და არც დავინტერესებული, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი საქმე, მაგრამ ზოგადად ასეთი გამოვლინებები ბევრი არის. კიდევ ერთ მაგალითს მოგახსენებთ და მაგალითებით სადაც საერთოდ როგორ არის იცით, საჭირო არის მაგალითების საუბარი. საჭირო არის. იმიტომ რომ ეს ზოგადი საუბარი კი შეიძლება საინტერესო იყოს რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ მაგალითებით თუ არ განვიხილეთ, ცოტა შეიძლება გაუგებარი დარჩეს რაღაცები. აი ერთი შემთხვევა იყო ასეთი, რომ მაგალითად ხდება ხშირად ისე, რომ მოძღვრებს აქვთ ასეთი მიდგომა, რომ იშვიათად აზიარებენ მრევლს. და ჩვენ თან მონასტერში ცხოვრობდა პიროვნება 2 წლის განმავლობაში. ანუ ალტერნატიურ სამსახურში და მონასტრული ტიპიკონით ცხოვრობდა. და ის რომ წავიდა და უბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილს, ისიც სოფელში ცხოვრობს, არ აზიარებს მოძღვარი.
აი გაუგებარი არის, მაგრამ არ აზიარებს და არა თუ მარტო მას არ აზიარებს, საერთოდ რევლში ყოველთვის ეზიარება თქვა 2 ან 3 ადამიანი. ესეც გაუგებარია რასაკვირველია და აი ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი არის. როდესაც ჩვენ ხვდებით გაუგებარ ღვთისმსახურების წესს, რასაც შედეგი არ მოაქვს, არა თუ არ მოაქვს, პირიქით კატასტროფული შედეგი მოაქვს. კატასტროფული შედეგი მოაქვს. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს გაითვალისწინებს მაქსიმალურად. ხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი დაგვიქნიოს მოძღვარმა, რა თქმა უნდა, არც ეს არ არის სწორი. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს და რაც მთავარი არის, მოძღვარი ისე უნდა უძღვებოდეს ჩემს სულიერ ცხოვრებას, რომ მე რაც კითხვები მიჩნდება, მას უნდა პასუხობდეს. და შიში არ უნდა გქონდეს ჩვენ მოძღვრის, ხო? ნახე ცოტა სხვა თემაზე გადავედი მოძღვრის თემაზე და შევჩერდები აქ და გავაგრძელებ ძირითად თემას. უბრალოდ ეს მაგალითები იტომ მოვიყვანე, რომ რეალურად დავაფიქსიროთ, რომ მართლაც არსებობს მსგავსი სახის ბევრი პრობლემა. ბევრი პრობლემა, რომ ჩვენ კაცრად ვთხოვთ ჩვენს თავსაც და მკაცრად ვთხოვთ რევრსაც. და ამ დროს ეს სიმკაცრე არის უკუშედეგის მომტანი და არაფრის მომცემი. და მით უმეტეს ჩვენ სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ასკეტიზმი ეს არ არის მიზანი, ასკეტური ცხოვრება ეს არ არის ჩვენი მიზანი. არანაირად ეს უნდა დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ. მიზანი სულ სხვა რამეა. ამ მიზანზეც დღეს ვისაუბრეთ მოკლედ, უბრალოდ რატაც ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავიმახსოვროთ. თუ ეს არ გვეცოდინება, მაშინ ვიცოდეთ, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრების წარმატება ჩვენს გონებაში ყოველთვის დამოკიდებული იქნება ჩვენს მიერ აღსრულებულ ლოცვებზე, მარხვის სიმკაცრეზე, მეტანიების რაოდენობაზე, ზიარებას სიხშირეზე და ასე შემდეგ. ეხლა რაც წეგანთ აკვირდით, ის საკითხები მინდა განვიხილოთ. ესე იგი, მიზანი რა არის? კარგით, თუ ასკეტიზმი არ არის მიზანი, მაშინ რა არის ჩვენი მიზანი? ეკლესიური ცხოვრების მიზანი რაში მდგომარეობს? რისთვის უნდა ვიბრძოლო? რისთვის უნდა ავიძულო საკუთარი თავი? სრულყოფისთვის. ხომ გვეუბნება ქრისტე გვასწავლის, იყავით ისეთივე სრული, როგორც მამა თქვენი, ზეცათა სრულყოფილი არც, ხო? ანუ ჩვენ ვართ ღვთის ხატა და მსგავსად შექმნილი, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მივემსგავსოთ ღმერთს. მივემსგავსოთ ღმერთს. ანუ მოკლედ როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ჩვენი მიზანი არის განხრთობა. განხრთობა. თვითონ ეს სიტყვა განხრთობა არ გვხდება წმინდა წერილში, აი ესეთი პირდაპირი სახით, რომ ჩვენი მიზანი არის განხრთობა, მაგრამ ძალიან ბევრი მითითება გვაქვს წმინდა წერილში ამასთან დაკავშირებით და წმინდა მამები უკვე მეორე საუკუნიდან ამ ტერმინს იყენებენ. და რატომ? ამაზეც ვისაუბროთ. აი მაგალითად წმინდა წერილის სიტყვები. პეტრე მოციქული, რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისხმის ხრწნილებისაგან განრიდებული საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ. ესე იგი, საღვთო ბუნების თანაზიარი გავხდეთ. აქ შინაარსი უკვე გასაგებია, ხო? საღვთო ბუნების თანაზიარობა ნიშნავს ღმერთად გახდომას, იგივე, ხო? ანუ ღმერთის ბუნების თანაზიარი თუ ხდები, ესე იგი, შენს განიხდო. იოანე მოციქული, განათქვენ ჯულში არ გიწერიათ, მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ. პირდაპირ ამბობს, ნახეთ მოციქული, რომ ღმერთები ხართ. კიდევ ბევრი მოწმობა არის, ერთსაც ვიტყვი და ხოლო ყველა ვინც შეიწყნა რა იგი, მისცა ხელმწიფება ღვთის შვილად წოდებულიყვნენ. ანუ ეს ამდაგვარი სწავლება გახდა საფუძველი იმისა, რომ საბოლოო ჯამში წმინდა მამებს ადამიანის სულიერი ცხოვრების და ზოგადად ჩვენი ცხოვრების მიზნად დაესახათ განხრთობა. განხრთობა. ანუ რატომ განხრთობა? ერთი სიტყვით კარგად გამოხატავს საქმის არსს. ძალიან კარგად გამოხატავს. და რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, წმინდა მამებმა რაზეა აქეს ახლა ეს თეორია. აი მაგალითად
წმინდა ირინეოს ლიონელი საოცარ სიტყვებს ამბობს. ანუ ის გვაძლევს განხრობის შესახებ სწავლებას და რის საფუძველზე. ღვთის სიტყვა გახდა იმად, რაც შენ ხარ. ანუ ღვთის სიტყვა განკაცდა, ხო? რათა ჩვენ გავხდეთ იმად, რაც ის არის. ანუ ღვთის სიტყვა იმიტომ განკაცდა, რომ ჩვენ გავხდეთ იმად, რაც ის არის. ანუ ჩვენ გავხდეთ ღმერთი. იმისთვის გახდა ღვთის სიტყვა ადამიანი და ღვთის შვილი ადამიანის შვილი, რათა ადამიანი ღვთის ძესთან შეერთებითა და შვილობის ბოძებით ღვთის შვილად იქცეს. და შემდგომ უკვე მე-4 საუკუნიდან საბოლოოდ დამკვირდა ეს ტერმინი და ათანასე ალექსანდრიელი გვთავაზობს აი ამ ფორმულას. ანუ ღვთის სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვიხრთოთ. იმისთვის გახდა იგი ადამიანი, რათა თავის თავში განგვახრთოს. ანუ მოკლედ, ერთი სიტყვით ჩვენ შეგვიძლია გადმოცეთ სულიერი ცხოვრების მიზანი, რაში მდგომარეობს. რისთვის დავდივართ ჩვენ ეკლესიაში? რა არის საბოლოო ის ნიშნული, რისკენაც უნდა მივისწრაფოთ მე? ეს არის განხრთობა. ანუ ქრისტე როგორც ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ მე როგორც ადამიანი გავხდე ღმერთი.